აკეთებს საქართველოში, იმიტომ რომ 2009 წლის პირველ ნახევარში მათ უნდა გადაიხადონ $9 მილიარდი. უცხოელ კრედიტორებს უნდა გადაუხადონ, რომელთაგანაც ბოლო წლებში იღებდნენ შედარებით იაფ გრძელვადიან საკრედიტო რესურსებს და შემდეგ უძრავ ქონებაში მიდიოდა ესა და იმპორტის დაფინანსებაზე, რამაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანა სამხარებლო ბუმამდე და სამშენებლო ბუმამდე და შემდეგ როცა სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა აგვისტოს მოვლენების და შემდეგ უკვე ფინანსური კრიზისის უპრეცედენტო გაღრმავების ფონზე, უკვე აი ამ ორივე სექტორში ძალიან რთული მდგომარეობაა მოიხსენებათ და მინდა თქვა რომ სხვა შორის ამ პროგრამაში ბანკებს განსაკუთრებული ადგილი უკავიათ და არის პირდაპირ არის ჩადებული რომ მომავალი ესე იგი წელს და მომავალი წლის ბოლომდე ისინი დაახლოებით მიიღებენ $1 მილიარდამდე. ანუ 500 მილიონს რო გაისტუმრებენ, დანარჩენი 500-ი სავარაუდოდ საკრედიტო რესურსად უნდა იქცეს. დღეს იყო საინტერესო ჩემთვის ერთ საყვარელ შენობაში, მერიის ძველ შენობაში, ლამაზ დარბაზი როა ოვალური. იქ ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრს უნდა შეხვედრა სხვა ადამიანებთან და ითქვა რომ საშემოსავლო გადასახადი და დივიდენდი განახევრდებაო და შემცირდებაო და ეს ყველაფერი კარგი იქნება. არა, საშემოსავლო არ განახევრდებაო. 20%-დან 5% დაახლოება და დივიდენდი განახევრდება. მოდი ჯერ ეს განცხადება მოვისმინოთ პრემიერ-მინისტრის ნათქვამი და შემდეგ ამაზე ვთხოვდით კომენტარს. ნახოთ ეს. 2009 წლიდან ჩვენ გადავწყვიტეთ საშემოსავლო გადასახადი შევამციროთ 25-დან 20%-მდე. ხოლო დივიდენდზე გადასახადი გავანახევროთ და დავწიოთ 10%-დან 5%-მდე. რაც ნიშნავს ეს ახლა ჩვენთვის. ეს არის საკითხი, რომელიც თქვენ ყველამ კარგად იცით. ეს ნიშნავს $250 მილიონ დამატებით ქართულ ეკონომიკაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა მთელ ქართულ საზოგადოებას გაიზრდება დანაზოგები. ეს არის ყველაზე კარგი წინაპირობა ჩემი აზრით იმისთვის, რომ შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები. ეს არის ინიციატივა, რომელიც აისახება პრაქტიკულად ყველა საქართველოს მოქალაქეს. ჩვენ გავანალიზეთ რეალურად დონორთა კონფერენციის შედეგები, გავანალიზეთ რეალურად ის ეკონომიკური რეალობა, რაც დღეს სოფლიოში სუფევს და ხალხს რომ ყველაზე კარგი და საუკეთესო ეკონომიკური სტიმული საქართველოსთვის იქნებოდა გადასახადების შემცირება განსაკუთრებით საშემოსავლო ნაწილში და ესეც ბიუჯეტისთვისაც ასე ვთქვათ გადასატანი იქნებოდა დონორთა კონფერენციის გამომდინარე. ამიტომ ჯამურად სწორედ ეს დაწვრილება იქნება მიღებული როგორც ეკონომიკის მასტიმულირებელი ერთ-ერთი მთავარი მომენტი. გამოვიდა $250 მილიონი დარჩება ეკონომიკაში, რაც ბიუჯეტში არ შემოვა ამ ცვლილებების გამო. ეს $250 მილიონი იქნება დამატებითი სტიმული, დამატებით დასაქმების ადგილების შესაქმნელად და დამატებით ეკონომიკის რესურსებს. ბატონო, პირველ რიგში კითხავდით თქვენ კომენტარს აი გაწოდებას დაკავშირებით. გავიწყოთ იმით, რომ 10 დღის წინ საქართველოს მორიგ მთავრობას, რომელიც ერთადერთი იგივე შემადგენლობის არის, ახალი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, პარლამენტმა გამოუცხადა ნდობა. ამ 10 დღის წინ, რასაც ჩვენ ვისმენდით, ახალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისაგან არაფერი არ იყო ახალი. ანუ ის ყველაფერი იყო, რასაც ვისმენდით, მოყოლებული შაშან დეკემბრიდან, როცა დაიწყო ქვეყანაში წინა საპრეზიდენტო კამპანია და ის ყველა მოწოდებები, თუ სლოგანები, თუ ლოზუნგები, ახლა უბრალოდ ქართული სიტყვით დავიწყოთ, თორემ ყველაფერი იგივეა, აბსოლუტურად უცვლელი იყო. ისევ საუბარი იყო ეტაპობრივ შემცირებაზე საგადასახადო განაკვეთის, რომ 2009 წელს 25%-დან 24%-მდე ჩამოსულიყო. ანუ 10 დღის წინ ეს იდეები არ არსებობდა, არ ქონდა ახალ პრემიერ-მინისტრს. მე მივესალმები, რომ ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა თქვა, როგორც იქნა ახალი. ანუ არ თქვა ის, რაც მანამდე იყო ნათქვამი, ანუ გამოვიდა გარკვეულწილად თუ შეიძლება ასე თქვას იმ ხეურის მდგომარეობაში, რომ ჩაძახილი სამოძახების ეფექტი იყო. თქვა ახალი. ახლა მოდით თქვა, მივახსოვთ ყურადღება. რატომ მანდა მაინც ახლა? წინვალი სიტუაცია. თუ შეხვდათ რაც იყო ამ დღეებში, პრაქტიკულად კავკასიის გარდა ყველა ტელევიზიაზე დუმილი. შაბათ პრაქტიკულად ყველა ტელევიზიაზე კავკასიის გარდა დუმილი. ორშაბათ მხოლოდ და მხოლოდ
გაპიარება ყველა ოფიციალურ სახელმწიფო არხებზე ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის განცხადება. რომ თითქოს არაფერი არ ხდება. ჩვენ საექსპორტო საზოგადოებას საერთოდ დავავიწყდით ამ სახელმწიფო ტელევიზიებს. იმიტომ რომ უცებად რასაც ვიტყოდი. და საჭირო იყო რაღაც ახალი ეკონომიკური ნიუსი, რომელიც უნდა გაპიარებულიყო შემდეგ დღეს. ანუ ეს წინა გასული შაბათ-კვირის გამოძახილია. გამოძახილია, ანუ რეალურად იმიტომ რომ მეგეუბნებით 10 დღის წინ, როცა პრემიერ-მინისტრი წარდგა და ეს უნდა კარგად შეფუთული წარდგარიყო საზოგადოების წინაშე როგორც ახალი იდეების მომტანი, მას არავინ არ უთხრა. თვითონ რო არ ექნებოდა იდეას გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ არასპეციალისტი. მაგრამ მას არავინ არ უთხრა პოლიტიკური გუნდიდან, მოდი თქვი განსხვავებული ბურგენიძისაგან ის რომ იყოს საშემოსავლო გადასახადი არა 25-დან 20-ზე ჩამოსვლა, არამედ 25-დან 20-ზე. ეს შედის მომგებიანი იქნება. იმიტომ რომ წინა ცხოვრებისგან განსხვავებით თქვი 1%-ული პუნქტით იყო შემცირება და გადასახადო განაკვეთეს, ახლა 5-ით არის. ანუ ხალხი ხუჯერ მეტად ბედნიერი იქნება. ეს არ აკმევინეს. არ იყო ეს მომზადებული. ეხლა ითქვა, მე ის კი არ ვიცი რომ ზუსტად ეს არის მიზეზი, მაგრამ აქ იჩნდება ასეთი ლოგიკა, რატომ და მაინც ეხლა. ეხლა მოდი თქვათ რეალურად. აქ ნიშნავს ეს. აი სალამაკ დავიწყებდით საუბარს. ჩვენ აქ დავბაში ითქვა და ფაქტია. ჩვენ საზოგადოებამ საერთოდ დაიწყეთ სიამ. და დიდი ხნის წინ იყო 12 საშემოსავლო გადასახადი. ეხლა 20 არის და 20 უნდა იყოს ბედნიერი. ან ის თურმე 5%-ული პუნქტი საშემოსავლო გადასახადი რო შემცირდება, ხალხი დაეწყებს დაგროვებას. რის დაგროვებას ხალხო ფასები მატულობს. ნეტა იყოს რომ რაღაცა სამოხარებლო კალათა შეაძლოს თითოეულმა ოჯახმა. რაზეა საუბარი? მაგრამ გასაპირებლად კარგია, იყო ადრე ნათქვამი 1, ახლა ნათქვამი 5. ეხლა რაც შეეხება დივიდენდებზე შემცირებას. თავისთავად რა თქმა უნდა, რაც ნაკლები ტვირთი ექნება ბიზნესს, ეს არის კარგი. იმიტომ რომ ბიზნესი შეუძლია გაფართოვდეს. მაგრამ მოდით და ესეც ვთქვათ, რომ 10%-იც არ იყო ძალიან მაღალი ბიზნესზე. და კიდევ ერთი რამე, უნდა გავიწყდება, რომ ეს იმ ეკონომიკის საფუძვლად, რასაც მცირე ბიზნესი ჰქვია, საკუთარი ხელით. აბსოლუტურად. ამ ხალხს ძალიან მოკლედ. და საერთოდ რა სავალდებულებს ეს ხელისუფლებას და 250 მილიონი რჩება. რა მნიშვნელობა აქვს ამ ქვეყანაში, სადაც შსს მინისტრია პრაქტიკულად ყველაფრის გამგებელი, რა საპროცენტო განაკვეთი ეწერება კოდექსში, როცა ნებისმიერი უკაცრავად სინგლიანი ინსპექტორი მოვა და იმდენს წაიღებს, რამდენიც უხარია. წადი მერე და უჩივლე სადაც გინდა, მე შენ გეტყვი სამართალს იპოვე. ამიტომაც შეუძლია საერთოდ ჩაგვიწერო რომ 0.5-ია განაკვეთი, მაგრამ მაინც იმდენს წაიღებენ, რამდენიც თვითონ გაჭირდება იმ წუთში. ბატონ თემურას მაქსიმუმ. ჩვენი საუბრის პირველ ნაწილში იმდენჯერ ვახსენეთ სისტემა, რომ შეიძლება თავით შევაწყინე ვინმეს, მაგრამ სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია და რატომ მნიშვნელოვანი? ეს ყველაფერი უნდა განიხილოთ ერთ სისტემაში. გუშინ გაიზარდა კურსი. კურსის გაზრდა რეალურად დოლარის კურსის გაზრდას გულისხმობს. ეს არის დამატებითი შემოსავლები სახელმწიფოსთვის იმპორტის ნაწილში და ვინც იცის ჩვენი საგადასახადო შემოსავლების სტრუქტურა იცის რომ 60% მაგალითად დეგეგესი ეს არის იმპორტზე დეგეგესი. ამიტომ თუ ჩვენ ყველაფერს შევაჯერებთ ერთად იმას რაც გუშინ სფერე მოხდა ჩვენ თამაშებულია ვთქვათ რომ ეს 5%-ის შემცირება არ არის ის შემცირება რომელიც უნდა 10 დღის წინ იქნებოდა რეალურად ის ეფექტი. ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებულია. სხვა შორის ის რომ ეს სისტემა არის მარტივად იქიდანაც ჩანს რომ ნობელიანტები როგორც წესი ამ სისტემის რაღაც კომპონენტებთან დაკავშირებით იღებენ პრემიებს. ეს ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია. დღევანდელი 5%-ის შემცირება ეს არის ნაწილობრივ იმითაც გამიგროვებული რომ თავად დაინახავთ თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება 5-ით კი არა 15-ით შეუძლიათ შეამჩნევ. ბატონო და სპერას თეატ ფოტოგია და შემდეგ ბატონო და ყველაფერზე მაგრამ მე მაინც მინდა რომ მივესალმო მომნაბის კალკულაცია პატარა პოზიტივი დავინახო თავისთავად კარგია როდესაც ეს შემსუბუქება ხდება თუმცა რა თქმა უნდა მეც ისევე როგორც ყველა ეჭვიეპარება ამის რეალურად ეფექტურობაში ეკონომიკის ბიზნეს მიცემის თვალსაზრისით ხო რაზეც გესაუბრება მთავრობა უბრალოდ მე მინდა აქ ბატონმა ლადომ ისაუბრა იმაზე თუ რა იყო ამის მოტივი мотиваცია გადაფარვის პრინციპი მაგრამ გარდა ამისა მე ვფიქრობ სხვა მოტივიც იყო ცოტა სხვა ასპექტში რო ვილაპარაკოთ მეორე მოტივი ალბათ გახდათ ის რომ თვითონ მთავრობა შემოაკლდა პოზიტიური ფიგურები ანუ დღეს დაიწყებს შემოიყვანეს საერთოდ საიდანაც გაუგებარი პრემიერ-მინისტრი ადამიანი რომელსაც არავინ არ იცნობდა
და ის რაღაც ეხლა რაღაცნაირად მისი პოზიტიური იმიჯის შექმნის პროცესი, ანუ მისგან არის მცდელობა პოლიტიკური ფიგურის შექმნის. ეს არის ამ თამაშის ერთ-ერთი საკმაოდ მედვედევის გაკეთებას უნდა მისგან თავმოუწევთ, მე არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ ეს არის